სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. წინა კვირას თქვენ მოისმინეთ ქრისტეს მიერ უდაბნოში განხორციელებულ დიდი სასწაული, რომ ორი თევზით და 5 პურით 5000 კაცზე მეტი დააპურა და ხალხს უნდა მისი გამეფება, მოციქულების პატივი დიდება და მაცხოვარმა ეს შორს დაიწერა, უცბად ჩასხა ნავში და გაუშვა, თვითონ მთაზე ავიდა სალოცველად. და აი დღევანდელი კვირის სახარება ამის გაგრძელება, რომ როდესაც მოციქულები ნავში ისხდნენ, დაიწყო ღელვა, საშინელი ქარი და შეცრწუნებულები იყვნენ მოციქულები აი ამ ღელვით და უცბად დაინახეს, რომ ვიღაც რაღაც მოდის ზღვაში, აბობოქრებულ ზღვაში და იმდენად შეეშინდათ, ეგონათ რამე ეს გამოცხადება ან ბოროტის სული, რომ ყვირილი დაიწყეს და მაცხოვარი ეუბნება, რომ ნუ გეშინიათო, კადნიერი ხავითო, მე ვარ და პეტრე მოციქული ეუბნება, რომ თუ შენახარო, მაშინ მიბძანეო და მოვალ შენთანო, მოდი და მართლა მაცხოვარი რომ ეუბნება, მოდიო პეტრე გადავიდა ნავიდან და გაიარა აი ამ აბობოქრებულ ზღვაზე, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მიდის მაცხოვარს რომ მიუახლოვდება, ამ დროს ქარი გაძლიერდება, ტალღები უფრო აბობოქრდება და რომ გაიხედავს გვერდით, პეტრე უკვე იწყებს დანთქმას, ჩაძირვას და ერთ სღა მოასწრებს, რომ უფალო მიხსენმეო და ხელს გაუწოდს, მაცხოვარი რა თქმა უნდა ხელს ჩაჭიდებს და ამოიყვანს ნავში და შერისხავს ქარს ზღვას და იმ წუთში დაწყნარდება ყველაფერი. და მოციქულები იტყვიან, რომ ეს რა დიდი ყოფილა, რომ სტიქიებიც ქარიძა ზღვას მას ემორჩილებია. აი დღევანდელი წაკითხული სახარების შინაარსი სულ ეს არის. მაგრამ მოდით ვნახოთ, რას გვასწავლის დღევანდელი წაკითხული სახარება. პირველი და უმთავრესი, რაზე ჩვენ უნდა გავამახვილოთ ამაზე ყურადღება, ეს არის ის, რომ ყოველგვარი განსაცდელი, თუ ადამიანი ამ განსაცდელს მადლიერებით მიიღებს, ეს განსაცდელი არის საწინდარი ღმერთთან დაახლოებისა, საწინდარი მისი რწმენის გაძლიერებისა. როგორ? აი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აბობოქრებულ ზღვაში საშინელ შიშში იყვნენ და ეს იყო მათთვის განსაცდელი ამ მოციქულებისთვის. და მაცხოვრის გამოჩენა განსაცდელზე უფრო მეტი განსაცდელის დამატება იყო. არ იცოდნენ ვინ მოდის ზღვაზე. და მაცხოვრის ხმის გაგების შემდგომ, რა თქმა უნდა, დაწყნარდნენ, რა თქმა უნდა, პეტრე მოციქულის ეს სასწაულიც ასევეა ჩვენს ცხოვრებაშიც ხალხო. ხშირად უფალი დაუშვებს ჩვენზე განსაცდელს, როგორც უფალმა დაუშვა მის 12 მოციქულზე ეს განსაცდელი, რატო? იმიტომ რომ მათი რწმენა უფრო გაძლიერებული იყოს. და ჩვენ როგორ განსაცდელს ვღებულობთ ღვთისგან, ან რაღაც უმუშევრობა იქნება ეს, ან მატერიალური, ან ავადმყოფობა იქნება ვთქვათ ოჯახში, ან რაღაც საზოგადოებასთან რაღაც დაპირისპირება მეზობლებთან, ან თანამშრომლებთან, ან მრავალწერტილი, ან ადამიანი რაღაცას მიეჯაჭვება ვთქვათ, ან ნარკოტიკებს, ან მიეჯაჭვება სასმელს, ან და ერთი სიტყვით ადამიანი რაღაცნაირად ჩადის აი ამ განსაცდელის ჭაობში. და ამ დროს მაცხოვარი გამოჩნდება ხოლმე ჩვენს ჰორიზონტზე. და როგორც პეტრე მოციქულმა უფალო მიხსენ მეო, აი ასე უნდა ვთხოვოთ, უფალო მიხსენ მე.
და მაცხოვარი დაუყოვნებლივ მოგკვიდავს ხელს და თავის ნავში ჩაქსვავს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ნავი ეს არის ეკლესია. ნავი ეს არის აბობოქრებულ ზღვაში ეკლესია, ანუ ის ნავი, სადაც გადარჩენაა. როგორც ნოეს კიდობაში მოხდა ეს გადარჩენა. დანარჩენი ყველა სხვა დაიღუპა. ანალოგიურად არის დედა ეკლესიაში ადამიანების სულების გადარჩენა. წმინდა მამები ამბობენ, რომ ქველმოქმედის გაკეთება შეიძლება ეკლესიის გარეშე, ლოცვაც შეიძლება ეკლესიის გარეშე, მარხვაც ყველაფერი შეიძლება ეკლესიის გარეშე. ერთადერთი რაც არ შეიძლება ეკლესიის გარეშე, ეს არის სულის ცხონება. და სწორედ ეკლესია არის ის ინსტიტუტი, რომელიც უფალმა დააარსა, სადაც ადამიანთა სულების ცხონება ხდება. მე აღვაშენო ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთსანი ვერ მოერევიან მას ბრძანებს მაცხოვარი. ღმერთმა მოგცეს ამის გააზრება, ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ყოველთვის აი ასეთ განსაცდელის დროს ჩვენ მიგვემართოს უფლისთვის, უფალ მიხსენმე და მერწმუნეთ, რომ ხსნა მყისიერი იქნება და ეს განსაცდელი იქნება ჩვენი რწმენის გასაძლიერებელი. ამენ. ჩვენთან არც ღმერთი. გაგახსენებთ, რომ ეხლა ოთხშაბათს, ისა ხუთშაბათს იწყება მარიობის მარხვა. ორკვირიანი მარხვა 14-დან 28-მდე. ამ მარხვაში თევზის ჭამა არ შეიძლება. ანუ ჩვენთვის მარხვა იწყება ოთხშაბათს, მაგრამ ოთხშაბათს თევზის ჭამა კიდე შეიძლება. აი ხუთშაბათიდან 28-მდე უკვე თევზის ჭამა არ შეიძლება. ასე რომ ეცადეთ, რომ ეს ორკვირიანი მარხვა ზაფხულია, უნებრივია, რომ ამდენი ხილია, კიტრი, პამი, ყველაფერია და ეცადეთ, რომ შეინახოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და წყალობოთ. ამინ. ჩვენთან არც